ბატონო რაჟიკო, შემოვიდა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ვინ მიიღებს ამ მოწმობას და რა საბუთებია საჭირო მის მისაღებად? როგორც თქვენ აბრძანებთ, გამოსული არის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა მიიღოს ყველა მოქალაქემ, ვინცაც საქართველოში უხდება ცხოვრება. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა 10 წლით, 20 წლით და უადოდ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობისათვის საჭირო მოქალაქემ საპასპორტო სამსახურში წარმოადგინოს ფორმა პირველი, რომელიც შემოწმებული იქნება საკრებულოს მიერ, იმ საკრებულოს მიერ, რომელსაც მოქალაქეს უხდება ცხოვრება, ორი ფერადი ფოტოსურათი და დაბადების მოწმობა. ყურადღება არის გამახვილებული იმაზე, ვინც პირველად იღებს, ვისაც ასაკი შეუსრულდა 16 წელს, ვინც უნდა წარმოადგინოს, ძირითადად ამ მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ეს საბუთები. მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დღევანდელ პირობებში ყოფილ საბჭოთა კავშირის პასპორტებს, ვალდებულნი არიან ზემოთ ჩამოთვლილი საბუთებთან ერთად წარმოადგინონ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის პასპორტი და განსაკუთრებით ერთ რამეს უნდა მიექცეს კიდე ყურადღება. პიროვნებები, მამაკაცებზე, ჭრომდელები, რომლებიც ფორმა პირველს შეავსებენ საკრებულოებში, რომლებსაც უხდებათ აღება პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა, ვალდებულნი არიან გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატში პირადობის მოწმობას მე-12 გრაფაზე აქვს მინიშნებული სამხედრო სამსახურთან დამოკიდებულება და კომისარმა უნდა დაუთხას თავისი აღნიშნული ბეჭედი, ჭრომდელია, რეზერვისტია თუ საერთოდ აღარ ეხება მას სამხედრო სამსახურში გაწევა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა საბუთია იმისა, რომ მოქალაქეს აძლევს უფლებას ირკვევა მისი საქართველოს მოქალაქე, ის იგი არის საქართველოს მოქალაქე. ეხლა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას აქვს ორი ნუმერი, ასე ვთქვათ, პირადი ნუმერი, ეს არის მოქალაქის პირადი ნუმერი და თვითონ მოწმობის პირადი ნუმერი. მოქალაქის პირადი ნუმერი იცემა სპეციალური ჟურნალის მიხედვით, სიის მიხედვით, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას თავიდან მინიშნებული აქვს რიცხვი, არის 53, ეს არის ქალაქის კოდი, 001 არის განყოფილების კოდი და დანარჩენი რიცხვი, რომელიც მოდის 7 თუ 8 რიცხვი იქნება, ის იქნება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ნუმერი. და არის პირადი ნუმერი, მოწმობის ნუმერი, რომელიც მოქალაქეს სურათის ქვემოთ არის მინიშნებული. პირადობის დამადასტურებელი მოწმობაში მინიშნებული არის მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, სახელი, გვარი, მამის სახელი, ეროვნება რა თქმა უნდა და ყველა მოქალაქე ვალდებულია, როცა მოიტანს წარმოადგენს საპასპორტო სამსახურში დოკუმენტებს, თვითონ უნდა გამოცხადენ, ვინაიდან პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე ხდება მოქალაქის პირადი ხელმოწერა. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მოქალაქეებზე, მოქალაქეებსაც დღევანდელ პირობებში უხდება ცხოვრება რუსეთის პირობებში და ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები კი არიან რუსეთის მოქალაქეები. გამოსული არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 122 ბრძანება, მეორე თავის ზეპუნქტში მითითებულია, რომ მოქალაქეები, რომლებიც დღევანდელ პირობებში არიან რუსეთის მოქალაქეები, ვალდებულნი არიან პასპორტის აღების სურვილს განაცხადებენ, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობას უნდა გამოცხადեն იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს უნდა აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, ეს გადაწყვეტილება საკმარისია იმისათვის, რომ მოქალაქე მიიღოს შემდეგ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განსაკუთრებით აინტერესებს მოქალაქეებს, თუ რამდენი ხანი გაუგრძელდება ყოფილ საბჭოთა კავშირის პასპორტს საქართველოს ტერიტორიაზე უადად. ბრძანებაში მითითებულია 1990 რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება არის, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 6 აგვისტოს 512 დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტს უადად გაუგრძელდება 1998 წლის 1 იანვრამდე. განსაკუთრებით მოქალაქეებს აინტერესებთ საქართველოს პირადობის მოწმობის ღირებულობის ფასი, თუ რა უნდა გადაიხადონ მათ საპასპორტო სამსახურში. მოქალაქემ პირადობის მოწმობის ასაღებად უნდა გადაიხადოს 500.000 კუპონი.
საქართველოს გარეთ გასასვლელი პასპორტი, რომელიც მოქალაქეს დასჭირდება, მან უნდა აიღოს საპასპორტო ვიზების სამმართველოში და საქართველოს გარეთ გასასვლელი პასპორტების $35, რომელიც მოქალაქეებს ეშლება და შეშინებულები არიან თითქოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესახებაც საჭიროა $-ის გადახდა განყოფილებაში. არა, მოქალაქემ უნდა გადაიხადოს ეროვნული ვალუტა საპასპორტო სამსახურში, ეს არის კუპონი.